მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს დიდი დღეა. დღეს მე შემოგთავაზებთ ჩემი ახალი smartphone-ის unboxing ვიდეო მიმოხილვას, ესე ვთქვათ რა. და ეს smartphone-ია, რა თქმა უნდა, Samsung-ისგან, უახლესი, უძლიერესი და უბრალოდ top smartphone Galaxy S26 Ultra. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ეს smartphone არის Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამით. აგერ და ჩემი რჩევა იქნება Samsung-ის smartphone-ები შეიძინოთ აი ამ ჰოლოგრამით, ყურადღება მიაქციოთ ამას. ეს ჰოლოგრამა ნიშნავს იმას, რომ თქვენ, მოკლედ აღარ მოგიწევთ არანაირ ტექნიკურ hardware-ზე ნერვიულობა, იმიტომ რომ თქვენ გექნებათ ოფიციალური Samsung-ის სერვის ცენტრის გარანტია. მოკლედ, მეგობრებო, გადავიდეთ ახლა unboxing-ზე და ერთი სული მაქვს, როდის გავტესტავ აი ამ უძლიერეს smartphones. შევუდგეთ unboxing-ს. წავიდა. ესე. ფერია სამის ფერია. ულამაზესი. აი ესეთი. ოპა, გადავდოთ. ჯერ გადავდოთ smartphone-ი და გადავდოთ. კომპლექტში რა გვაქვს? რა გვაქვს და კაბელი? აგერ კაბელი Type-C-ზე. და სიმბარათის პინი. ნემსი რა. შესანიშნავი. გადავდოთ. ყუთი აღარ გვაინტერესებს. სხვათა შორის მეგობრებო, ხელში ძალიან კარგად ძის. შედარებით უფრო დამრგვალ და ასე ვთქვათ ფორმები ძალიან კარგად ძის ხელში. ეს კამერების ბლოკი შეიცვალა. ეხლა ესე გამოიყურება. ფერზე რა სიტყვით? ხო არის ძალიან ლამაზი. ახეთ. შესანიშნავი. ვიზუალური მხარე, როგორც გითხარით, მომრგვალდა. შედარებით ფორმები, ჩართვა გამორთვის ღილაკი, ხმის აწევა, ჩაწევის ღილაკი. შესანიშნავი ქვევით Type-C პორტი, დატენის პორტი, სიმბარათის სლოტი, დინამიკი, კამერა, selfie კამერა და რა თქმა უნდა S Pen-ი. აი ესე და თუ არ ვსწრები მეგობრებო, ეს S Pen-ი წინასთან შედარებით გახდა. გამხდარი S Pen-ია ეს. და ნახეთ, აი აქ კიდე სახესხვაობა არის, აი ესეთი წაკვეთილი ფორმა აქვს, რომ უფრო კარგად დაждდეს აი ამ კუთხეში რა. ესე ლამაზად მოთავსდა თავის ბუდეში. თვითონ корпуს რაც შეეხება მეგობრებო, მასალას, Galaxy S26 Ultra-ში უკვე გვაქვს ალუმინის, ასე ვთქვათ, ჩარჩო. ესე გამოიყურება, ძალიან ლამაზად გამოიყურება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელში ძალიან კომფორტულად ძის, აი ძალიან. მეგობრებო, პატარა კონფიგურაცია გავატარე ტელეფონს, გადმოიწერა რაღაცა სტანდარტული აპლიკაციები, თერმ ინფორმაციას ასე შემდეგ, ცოტა მოგვიანებით გადავიტან ჩემი smartphone-იდან, ძველი smartphone-იდან. რაც შეეხება მენიუს, აი ესე გამოიყურება ოპერაციული სისტემა, აი ესე შესანიშნავად ულამაზესად, ინტერფეისი უსწრაფესია მეგობრებო, აქ ლაპარაკი ზედმეტია, უსწრაფესად მუშაობს. რაც შეეხება მეგობრებო ახლა მონაცემებს. მონაცემები კონკრეტულად ამ smartphone-ში არის 256 GB მეხსიერება, 12 GB ოპერატიული მეხსიერება, არსებობს ასევე, რა თქმა უნდა, სამი ვარიანტი, ეს არის 256, როგორც გითხარით, 512 და 1 ტერაბაიტიანი. 1 ტერაბაიტიანი ვერსიის შემთხვევაში ოპერატიული მეხსიერება უკვე იქნება smartphone-ში 16 GB. რაც შეეხება მეგობრებო პროცესორს, პროცესორი რა თქმა უნდა, უძლიერესი Snapdragon 8 Elite Gen 5 3 ნანომეტრიანი პროცესორია, ხოლო ჩვეულებრივ S26-ში და S26 Plus-ში შეგვხვდება, ასე ვთქვათ, Exynos 2600 2 ნანომეტრიანი.
მეგობრებო, რახან შევეხეთ მონაცემებს, მოდი ესეც უნდა აღვნიშნოთ, ეხა ეს არ აღვნიშნოთ არ შეიძლება. NPU ამ smartphone-ში არის +29 უფრო მძლავრი, ანუ +29 არის წარმადობა წინასთან შედარებით, რაც დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან, ასე ვთქვათ, მაგარი შედეგია. NPU ეს არის პროცესორი, რომელიც ეხმარება smartphones AI დანიშნულებების დავალებების უფრო სწრაფად შესრულებაში. რაც შეეხება მეგობრებო CPU-ს, აქ გვაქვს +19% წარმადობის მატება, ხოლო GPU +24%. ნუ დამეთანხმებით ალბათ რომ აი ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი შედეგი, ნუ გეიმერებსაც, ასე რომ ვთქვათ, გაცილებით უფრო მაღალ გრაფიკაში, ასე რომ ვთქვათ, გაცილებით უფრო მაღალ FPS-ში შეძლებთ თამაშს და ასევე აქვე იმასაც დავამატებ, რომ ამ smartphone-ში Galaxy S26 Ultra-ში არის სრულიად გადამუშავებული, ასე ვთქვათ, გაგრილების სისტემა და ბევრად ეფექტურად მუშაობს. მეგობრებო, მოდით ახლა მე გაჩვენებთ ყველაზე ხშირად რომელ AI ფუნქციას ვიყენებ Galaxy smartphone-ში. ეს არის Circle to Search, ეგრეთ წოდებული რა. აი ახლა გაჩვენებთ რას ნიშნავს ეს. შევდივართ YouTube-ში მეგობრებო, რონალდოს ვიდეო, რა თქმა უნდა, და უყურებთ ამ Reels. ნუ მოდით ცოტა ხმას ჩაუწევ რა, იმიტომ რომ არასწორი YouTube copyright დაგვადებს და მაგალითად მოგვეწონა რამე მუსიკა რა, იყოს მაგალითად ეს. ვაწვევით და ეგრევე გავთიშოთ ახლა მუსიკა, ეგრევე იპოვა რა. ეს მუსიკაა? ვა. Sherry Lady. ადეს რონალდოს იმას კლიპს. შვენიერი. მაგალითად, ანუ შეგვიძლია მუსიკაც ვიპოვოთ ამ ფუნქციით. აი ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ ფუნქციას მეგობრებო რა და ძალიან, ასე ვთქვათ, მეხმარება ხოლმე. ეხლა შემდეგი ფუნქცია. შევიდეთ Samsung-ის ბრაუზერში. რავით, ჩავწეროთ. მოდით, Ronaldinho. ნუ ეხლა მაგალითად გაჩვენებთ მეგობრებო რა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამე მოძებნოთ, აი რაც კი მოგესურვებათ. სადამდეც ფანტაზია გეყოფათ, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში მოდით იყოს Ronaldinho. და Ronaldinho-ს ქუდი მოგვეწონა რა, აი მაგალითად ეს ქუდი გვინდა რომ, რა ვიცი, აი გვაინტერესებს რა ქუდი აქვს ერთი Ronaldinho-ს. მოხაზავთ ქუდს. შეხედეთ. მოდელი, დასახელება, ასე და ასე შემდეგ, ფასი შეგვიძლია გავიგოთ, სად ვიყიდოთ, სად შევიძინოთ და ასე შემდეგ. კარგით მეგობრებო, ეს რაც შეეხება Ronaldinho-ს ქუდს, მოდით ახლა ვიპოვოთ, რავი, ბურთი. გვინდა რომ ბურთი ვიყიდოთ აი ესეთი. მაგალითად. ეგრევე. ამოვაგდო აი ამ ბურთის სურათები, მოდელი, დასახელება და ნუ ასე და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო სამაგალითო, უბრალოდ გაჩვენეთ რომ წარმოდგენა გქონდეთ რას აკეთებს ეს AI ფუნქცია, ძალიან მაგარი ფუნქცია მეგობრებო და კიდევ ერთხელ მეორე ძალიან ხშირად ვიყენებ. ანუ შეგიძლიათ ნებისმიერი რამე მოძებნოთ ვიდეოდან, ფოტოდან და როგორც დაინახეთ ვიდეოდან შეგიძლიათ ასევე თუ მოგეწონოთ რამე მუსიკა, უპრობლემოდ ეგრევე მოძებნოთ აი ამ შვენიერი ფუნქციის საშუალებით. ჩვენი შემდეგი, ასე რომ ვთქვათ, სიახლე, რასაც ეხლა ვიცი კითხვა რა, იმ ფუნქციაზე რა ხდებაო რა, ჩვენ რა ვიცით. ბოლოსკენ ვიტოვებ იმას. ჯერ მაცადეთ. ეხლა რა ხდება მეგობრებო? ანუ შევდივართ კამერაში, კონკრეტულად ვიდეო რეჟიმზე, გადავდივართ სტაბილიზაციებში, აი აქ ზევით გადავდივართ და Super Steady with Horizon. მოკლედ, Horizon lock-ია რა, ანუ კეტავს Horizon-ს, ასე რომ ვთქვათ, რავი. ეხლა ნახეთ რა შემდგომარეობს ეს Horizon-ის ჩაკეტვა. აი მაგალითად ვიღებთ mouse. დავაწვევით გადაღებას. Smartphone-ი როგორც არ უნდა შემოვატრიალოთ, Horizon-ი კვლავ ისე რჩება პირვანდელ მდგომარეობაში. ნახეთ მეგობრებო. აი ეს. იმედია დაინახეთ. ჩავართვოთ ვიდეო. მაგერ ნახეთ. გახსოვთ ხო? ანუ ხო გახსოვთ როგორ დავატრიალეთ smartphone-ი, ასე ვთქვათ, ნახეთ. მარტო აი ამ მოძრაობებს, ნუ ამას ვერაფერს ვერ უზავთ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ აი ამ ტრიალის დროს კადრი უცვლელი რჩება.
მეგობრებო, ეხლა ჩემი უძვირფასესი ოპერატორი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს აი ამ horizontal lock-ის ფუნქციას. ეხლა უკვე მე გადამიღებს. აი როგორც ხედავთ. კადრში უცვლად ვარ, იმედი მაქვს. კი ბატონო, აი ესე, შესანიშნავად. აბა ნახოთ. აბა რა ხდება? ხმასად დაგვაქვს. ნახეთ. დამაგარი. ეგ არის. შესანიშნავი. და მეგობრებო, როგორ ჩეკპირდით, ბოლოსკენ მოვიტოვოთ მეთქი. ის ფუნქცია. პრეზენტაციაზე ხო გახსოვთ, სტრიმი რო გქონდა რა? როგორი ემოციებით შევხვდით ამ ფუნქციას და ეს ფუნქცია არის, მეგობრებო, კონფიდენციალური ეკრანი. და ეს ფუნქცია ეხლა რა არის? მოგეთ, დარწმუნებული ვარ, აი ძალიან ბევრს, მათ შორის მეც, გამოგიყენებიათ, ასე რომ ვთქვათ, privacy screen, ასე რომ ვთქვათ, ბრონები. ეკრანზე რა, ის დამცავები რაც არის, რომელიც ბლოკავს გამოსახულებას, ასე რომ ვთქვათ, უცხო თვალისგან. ანუ მაგალითად, როცა გგზავრობთ ხოლმე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, ავტობუსში, მარშრუტკა, არ აქვს მნიშვნელობა. არის ხოლმე რა მომენტი, რომ ნუ ეხ გასაგებია რომ რაღაცა სასწაულ საიდუმლოებას არ გახსნით სიტყვაზე, ხო? ანუ ტრანსპორტში, მაგრამ ნუ მაინც მიმოწერა იქნება იქ, საბანკო აპლიკაციები იქნება თუ ნუ მოკლედ რაღაცა, არ მნიშვნელობა აქვს. ნუ უცხო თვალი მაინც ეხლა რატომ უნდა უყურებდეს ამ ყველაფერს და მქონია ხოლმე შემთხვევა რომ ეპარებათ ბიჭო თვალი, გაიგე, უცებ. ხო და ეხლა რა ხდება? ამ smartphone-ში ეს ფუნქცია ნებისმიერ დროს, როცა ჩვენ გვინდა შეგვიძლია ჩავრთოთ და ასევე გამოვთოთ. ასევე მეგობრებო, შეგვიძლია ეს ფუნქცია კონკრეტულ აპლიკაციას მივანიჭოთ. აი მაგალითად გავხსნათ ბანკის აპლიკაცია, ხო, სიტყვაზე. ან ბრაუზერი. მხოლოდ და მხოლოდ აი ამ აპლიკაციების გახსნის დროს ჩაირთვება ზემოთ აღნიშნული ფუნქცია. ეხლა ვნახავთ ამ ყველაფერს, როგორ მუშაობს რეალურად, თქვენთან ერთად პირველად გავტესტავ ამ ყველაფერს. წავიდა. ნუ აი აქედან ირთვება მეგობრებო, აი აქ. ჰოპ, ეგ არის. გადავიდეთ დეტალურად. აი, privacy display. კონფიდენციალური ეკრანი. ეხლა რა ხდება? ჩავრთოთ და როგორც ხედავთ, უკვე აღარ ჩანს გამოსახულება რა, ესეთი კუთხით. ეს არის უბრალოდ ჩართულ მდგომარეობაში, მაგრამ ასევე აქ არის ფუნქცია მაქსიმალურად დაცული ფუნქცია რა. ჩავრთოთ მაქსიმალური, ნუ როგორც ხედავთ, ფერი შეიცვალა smartphone-მა. ოიმე, რა დროს მოწერებია? არ გვინდა მოწერა ჯერ. არ შეგვაწუხოთ. ხო ვერ დაინახეთ ვინ მომწერა. რას დაინახავდით? კონფიდენციალური ეკრანია ჩართული მეგობრებო. როგორც ხედავთ, არაფერი აღარ ჩანს smartphone-ში. ჰოპ, ესე ჩანს, ესე არ ჩანს. უძლიერესი ფუნქცია. ნუ არ ვიცი ხა პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვის. აღარ გჭირდება ეხა ის დამცავი აი ეს რაღაცა უაზრო ბრონები და ასე შემდეგ. smartphone-შივია ჩაშენებული. ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩავრთოთ, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გამოვთოთ. კარგი, ეს გავარკვიეთ ეხლა, რომ შესანიშნავად მუშაობს. ეხლა ნახეთ რა ხდება. აი ამ გაყოფილებაში როცა შევდივართ. აი აქ. აქ ჩვენ შეგვიძლია როგორც გითხარით, შეგვიძლია ავირჩიოთ აპლიკაციები, რომელ აპლიკაციის ჩართვის დროს მოხდეს აი ამ კონფიდენციალური ეკრანის ჩართვა, ფუნქციის ჩართვა. ასევე შეგვიძლია ჩავრთოთ, როდესაც პასვორდი შევყავს, მაგ დროს რო ჩაირთოს. ასევე შეგვიძლია ჩავრთოთ ნოტიფიკაციების დროს. აი აქ დავაწვევით, ავირჩევთ აპლიკაციას, მოდით მაგალითად ავირჩიოთ Facebook-ი და Facebook-ის მესენჯერი იყოს. აი ესე. ეხლა ჩვენ გავტესტავთ, აი როგორც ხედავთ, ეხლა გათიშულია, ტელეკრანზე არ გვაქვს ჩართული ეხლა ეს privacy display. ჩავრთეთ კონკრეტულად ნოტიფიკაციის დროს, კონკრეტულად მესენჯერის აპლიკაციისთვის. ეხლა მომივა აპლიკაციაში ნოტიფიკაცია და წესით და რიგით მარტო
ნოტიფიკაციაზე უნდა იმოქმედოს ამ ფუნქციამ. ხო არ ჩანს? ერთხელ? კიდე? ძალიან მაგარია. უსერიოზულესია. და როგორც ხედავთ, მთელ ეკრანზე არ გვაქვს ჩართული რა. არ არის აუცილებელი მთელ ეკრანზე ჩაითოს თუ არ გინდათ. მაგრამ აი ჩავრთავ და ოპა უცებ. არაფერი აღარ ჩანს. ოპ გამორთე. ჩანს. ოპ ჩართე. ჩანს ხო კამერაში კარგად. ესეც მოქმედებს, მარტო ესე კი არ არის. ოპა, ესეც. შვენიერი. ძალიან მაგარი. მეგობრებო, ვიცი ახლა აქვე კითხვაა რა, რა ხდება სწრაფ დატენვასთან დაკავშირებით. აქაც წინ სვლა გვაქვს მეგობრებო. გქონდა 45 ვატი, ეხლა უკვე გვაქვს 60 ვატი სწრაფი დატენვა, რაც ძალიან მაგარი შედეგია. მეგობრებო, დღესათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ, იმედია შეაფასეთ დადებითად. ძალიან მომეწონა მეგობრებო ეს უახლესი S26 Ultra ულამაზეს ფერში. ზოგადად თვითონ smartphone-ი ძალიან ლამაზი, ძალიან პრემიალურია. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ smartphone-თან დაკავშირებით. მე კი გემშვიდობებით და შევხვდებით ჩვენს შემდეგ ვიდეოებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მომავალ შეხვედრამდე. დროებით. აბა კარგად.